თავი მეორე. იყვნენ აგრეთვე ცრუ წინასწარმეტყველნი ხალხში, ისევე როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს. მრავალნი მიხვებიან მათ თავაშობულებას და მათ გამო დაიქმობა გზა ჭეშმარიტებისა. ანგარების გამო ტყუილი სიტყვებით თქვენგან გამორჩენას ნახავენ. დიდი ხანია გამზადებულია მათი სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლებს. რადგან თუ კი ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესწოდეს, არამედ ჩაყარა ტარტაროსში და წვდიადი სულსკურლებს გადასცა სამსჯავროსათვის შესანახავად, არც პირველი წუთი სოფელი დაინდო, შეინახა 8 სული და მათ შორის ნოე, სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უხთოთა წუთი სოფელს. სოდომისა და გომორის ქალაქებს მსჯავრი დასდო, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი მისცა მომავალ უხთოებს, ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით და ჩაგრული იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რა კი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა. ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად. უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულის თქმებს აყოვილნი, უფლებათა მოზულენი თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა ლანძღვის ურიდნი. მაშინ როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ დაუშვებენ უფლის წინაშე, რომ შეურაცხმყოფელი ბრალი დასდონ მათ. ისინი კი, როგორც პირუტყვი ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთი გაღწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ. და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად. მათი თვალები ახსავსია მრუშობით და დაუოკებელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულია ანგარებას. წყევლა კრულვის შვილნი არიან ისინი. მიატოვეს სწორი გზა. დაიბნენ და დაადგნენ ბალამ ბოსორელის გზას, რომელმაც შეიყვარა უკეთურობის საზღაური, მაგრამ ხილებული იყო თავის ურჯულოებაში. უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე. ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები. მათთვის გამზადებულია საუკუნო წვდიადი. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულის თქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ესესა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ. თავის სუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გაღწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა. ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთი სოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა ცნებისგან. იმ მართალი იგავის არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ. ძაღლი თავის ნარწყებს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის.